ხოდე დილამ შვიდობის ჰაი დილამ შვიდობის ხალხო მოდით დიდი ხანია დილით აღარ შემომირბენია აღარ დაგნახებია დედერანა მეტანი ახლიდან მოგწიეთ მარიკომ ბეჭდებია ჩვენო დიდი ხანი არც მარიკო გამოჩენილა თქვენთან ესე აჰა დედიკო ახოდა და მეც ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა არა დამილევია თქვენთან ერთად ყავა გაგვიმარჯოს ყავის მოყვარულებს ახლა არის დილის 8 საათი ამ წამს მაგრამ ავდექი უკვე რავი 1 საათი წინ ამ დროს მე უკვე გასული ვარ რა თქმა უნდა სამსახურში სახლიდან გასულები ვართ მე და მარიკო მაგრამ დღეს მივდივარ ბაგებში და ცოტა გვიან შემიძლია მივიდე იმიტომ რომ 11-ზეა ღონისძიება და ანუ ადრე უნდა მივიდე რომ გამოვიცვალო მაგრამ თლად ასე ადრე არ საჭიროებს ჩემი სვლას რადგან უშუალოდ ჩემი ფილიალის ზეიმი არ არის ასე რომ ცოტა მოუწესრიგდეთ თან აი აქეთ გამოვიხედებით მაგრამ რატო ვწვალო მოდი აქეთ გამოვიხდე როგორ ხარ ჩემო გოგოებო როგორ ხალხო გილოცავთ ყველას ისრაელში ომი დასრულებულია გუში შემთხვევით იმას უსმენდი რა სადმე ცალა გუში მაგისთვის მაგრამ რაღაცა ის იყო რა ქვია რანაირად მისვია ახლა მოკლედ ვიდეოს უყურებთ რო აქ ვულოცავ ყველას თემ სოფლიოს ვულოცავ ერთი ომის დასრულებას ძალიან ბევრი ჩემი ქართველი ნაცნობი ცხოვრობს ისრაელში ასევე ბიძა ჩემი ცხოვრობს და ნუ მოკლედ აი რაშვები და ისეთ დავღალეთ და უკვე ხიზიანდებოდა ხა ყველა მეორე რომ რაშვების წერდით ძალიან გამაღიზიანებელია არ დაუჯერა თქვა და ხოლმე არაფერი არ ხდება ხო ხდებით გაჩნია სად ხართ რომელ ქალაქში ხდება მაგრამ თქვა იმ მასშტაბის არა რაც შესაძლოა სხვაგან ხო ახოდა ესე შიშებში და იმაში ღმერთმა ქნას ხალხო ღმერთმა ქნას რომ არაფერი აღარასდროს აღარ მოხდეს იმიტომ რომ ომს არავისთვის კარგი არ მოუტანია არავისთვის მე მაქვს აქსესუარები ეს მისის მადომაჩუკა დოდონასთვის და იზიდას ვთამაშობ კურდს შესაბამისად ძალიან გამომადგება ასევე ობობამი მაქვს ეს მიმაქვს ასევე აი ეს მიმაქვს და მიმაქვს კიდევ ეს და კიდევ ორი ბეჭეთი და საყურე მიმაქვს ეს მე ცალზე უნდა გავიკეთო მე დედიკო იცი რა მაქვს რა ასე ხარ წითელი მოდი გათხოვო ორი წუთით აი ჩემო სიცოცხლე და საოცრე დედიკო სილამაზე ვაიმე შეიძლება ცუდად გამოდის ხოლმე ხალხო რაღაცა ჩემშოს რომ ძალიან ვეფერები და ჩემო სილამაზე და ჩემო ის და ჩემო ეს ვიღაცა მიფიქროს მე მოწაიღოთინი აი ხო მაგაზე ლამაზი აღარ გინდა ხალხს ვიცი ხალხო ყველას თავისი უყვარს რა გავაკეთო და ხა ვიდეოს გამოყვარ მოვთუკავ თავს რომ ბავშვს არ მოვეფერო აი მე განათება ჩართული არ მაქვს გოგო და გოგოებო გოგოთქო და წარმომიდგენია როგორი კადრია აი მე ხალხო ნოემბრამდე დაიცადეთ და მე ისეთ კარგ ტელეფონს ვიყიდი რომ ის არის რა ქვია თქვენი თვალებიც დაისვენებს ჩემი თვალები და ნერვებიც დაისვენებს ამას პირდებით მე თქვენ ხო იცით მაგისთვის გროვდება ხო და აი მე სიცოცხლე მიხარია ხალხო აი რა გავაკეთო აი ხა რო ვიცი რომ ჩემს ირგვლ ყველა არის ნორმალურად ყველა კარგად გრძნობს თავს ყველა უმეტესობა ჩემი საახლობლო უმრავლესობა და მადლობა ღმერთს რომ უმრავლესობა მოიცეთ
ცოცხალია, თავს ნორმალურად გრძნობენ, ჩემი ადამიანები, ჩემი უახლოესი ადამიანები. ამაზე კარგი უბრალოდ რა უნდა ვინატრო, მე არ ვიცი. აი, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რამდენი ჩემი ადამიანია იქ. ყველას ყავს იქ, მაგრამ მშობლები, ისე ნუ ხო ხვდებით რას ვიცახიო. ასე რომ ჯერ ისევ ბედნიერი ადამიანი ვარ. რა, დედა? მოდი საყვარელო მალე რომ უნდა ჩავიცვა მე მომეცდე. აიღე დედიკო. მე უნდა ჩავიცვა. დედიკო. აი მე სიხარულო ეს როგორ უნდა გავაკეთო? დაწებებული იყო, მამას ვუთხრათ რომ მოვა დაგვიწებოს. კარგი ჩემო ლამაზო. ამას მე ვერ დავაწებებ. მომედედი? აღარ გინდა? არა. ეზაკომ ჩაომიტანა და ისეთი აქ ხარ ჩანს კადრში მალინის ფერია შიგნიდან და ის არის რა ქვია, მე ხო არ მოყავს გარედან ოქროსფერი რაღაცები, მაგრამ იზიდასთვის კარგია ძალიან. არ დაგვავიწყდეს enjoy ჩემი ოჯახის, რა ვიცი, განუყრელი მეგობარი. მოდი დედიკო ეს ტურშზე წაგისვა, თორე გადამშრალი გაგშვილო, გადამშრალი სუქსაში მყავს ეს ბავშვი და გადავში. სრალი ვარ. მის ბალეტის პედაგოგი მეუბნება. ვაიმე, ეს რისთვის ვიყიდე კაფეს? რა რისთვის მივეცით 16 და რაღაცა ხო ვინმე მიხსენით. ვერ მომიცალებს ის რომ გავიკეთო ის საყვარლად. დავიწყებ მალე ცოტა და ფარდოს ისე. ხო და რას ვამბობ? ამის ბალეტის პედაგოგი ვნახე თქო მაგას გეუბნებოდ. ხო და ისეთი ბედნიერი ვარ. ვნახე რა სულით არ ვართ ყველა ერთად. ანუ იქ ხო არ არის მუდმივად მოდის ხოლმე, ხო? ხო და ის არისო, მე ბაგებში ვიყავი წამოსული. ხო და წამოიღე. ხო და ბაგებში რო ვიყავი წასული. მოიცეთ გოგოებო. ჯერადრი. ის არის მარიკო დავტყოვე და გავიქეცი, ხო მარიკო ენთ რა მიდოდა უკანა მოუბრუნებული. ხო და მას ვქენი რა ქვია. მითხრა რომ აიმეო, ოსტაო. ყველაფრით შენ გავშენიშვილია. ხო და უყურებსო ბავშვებსო. როზისო. ნეც. ხო და ყველა ერთად ყურცეკვა უყურებსო და ერე დგებაო და უკვე იცისო. და არც მოგიყიდით, გუშინდენ აბავესად მოგიყავით. ხო. დედა ჩემმა მითხრა რომ სუსტად ეგრე იყავ. თელი ბავშვი. ეგრეო. აღარ გინდა? წაიშორე და ეგრე იყავიო ცეკვაზე. მარტო ცეკვაზე კი არა, ზოგადად მეგეთი ისმათაკული. თვისება, რომ ვუყურებ ხოლმე და აი ისა იქიდან ვსწავლობ ხოლმე, გეთვისება. მხოლოდ ბავშვობაში არ გულისხმობ, ანუ ახლაც მამსებთვის. ხო და ამიტომაც გადავწყვიტე. რა ავდგე და რადგან 99%-ით მე უკვე ჩემს ფილიალში ვრჩები ოღონდ ჯგუფშიც და არა მხოლოდ ზეიმებზე, ახლა უკვე ჯგუფშიც მარიკო ჩემთან ვატარო. ჩემ ჯგუფში არ არის. ზოგადად ჩვენ ბაღში ვატარო ფილიალში. ესე გადავწყვიტე. ხო ვიღაც გაინტერესებდათ. მე არ ვიცი, ძალიან ძველი კომენტარია ბუდვის გიხდით, მე და მეტანი გვიან ვნახე. ისა რა ქვია. ბაღის გადასახადი. ჩვენთან არის გოგოებო 700 გადასახდელი. ასე რომ
ისაც გაინტერესებდათ აგერ ბატო. ცოტა გვიან გაგეცით ახლა ბოდიში პაცო. იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან გვიან ვნახე თქვენი კომენტარი. ხოდა გეხვეწებით ახლა ესეთ ბაღში რო დაკავს ბავშვი, სადაც აი რა იცი ისეთ რამეებს ვასწავლით. რატომ მოვაკლო ჩემ შვილს ბალეტი, კარატე და უამრავი რამ. რატომ? როცა ხო, გასაგებია რომ ბევრად დავიღლები ამის ტარებით რაზე ალაპარაკე. ამაზე ყველა დაღბებით, მაგრამ რა თქმა უნდა არ მენახულება. რისთვის მუშაობ, ხო, მე ჩემი შვილისთვის მუშაობ, ჩემი შვილის განვითარებისთვის მუშაობ, ჩემი შვილის უკეთეს ცხოვრებისთვის მუშაობ და თუ შენ ამ ყველაფრისთვის მუშაობ, გამოდის რომ ბოლომდე და მიიყვანო ეგ ამბავი და ჩემი შვილის განვითარებას უფრო მეტად მე იქ ვხედავ სადაც ვარ. ეს ანიშნავს რომ ან აქ ჩვენ ძალიან მიყვარს მე ეს ბაღი და ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ მარიამის მხრიდან. აიდე, რაზე ალაპარაკი, უბრალოდ ბავშვი არის ძალიან აქტიური და მინდა რომ აბსოლუტურად ჩაერთოს ყველაფერში მარიკო. ამიტომაც მინდა რომ მარიკო, ყურები გამოიწმინდა სიხარულო? ხო, წეხან ხო გამოიწმინდა. ძალიან კაი ფერია. მაგრამ მე ეხლა უნდა იმას ავქნე ხა, ამ ფერზე კანო დავიტოვე რა. კითხე, ყურები გამავიწყდა. ბოდიში დედი დამავიწყდა. ესეთი ამბები გოგო. მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და ჩემი შვილიც ასეთივია. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს დატვირთული ამ კუთხით. აიღე დედა ის შეგიძლია, იმიტომ რომ დილით უკვე მიირთვი. რადგან აჭამნასვამი ხარ შეგიძლია აიღო. აცადე, ერთი წუთიდე. ეს ტონები ძალიან მომწონს, ახლა აქ მუქად ჩანს და ვერ ხედავ თქვენ, მაგრამ ძალიან მომწონს ეს ნომერია და ძალიან საყვარელი. ხო, ძალიან გაარჩევით, ახლა ესეთი კადრია. всё, დედიკო, მე ჩაცმას ვიწყებ. გამომართვი და ჯექი ხა წაიღე სიცოცხლე, მოდი მარიკო, გიყვარდე, წაიღე. ეს გახლავთ ორი ფერის კომბინაცია. აი ეს წეღარო წავისვი, მოყავისფრო თუ რაღაც არ ვიცი რა, აი თითქოს ვარდისფერი, მოკლედ. მე გაჩვენებთ, თუ და გაინტერესდება და მე გადავისვი, რასაც ვისვამ ხოლმე სულ. ხო და დიდად არ წავისვი, ის ჩემი ტინტი, იმიტომ რომ იქ სულ სხვა ფერი უნდა წავისო, კოსკოსა უნდა წავისო ჩემი პერსონაჟისთვის, ამიტომ დავანებე დღეს დიდად ტუშებს, ხა იმაზე კიდე ტინტებზე აღარ ვიწვალებ. სანამ გავალ სახლი უნდა დავალაგო, იმიტომ რომ არ ვიცი ჩანს თუ არა გარბის და მივსდი. ანუ ცხვირი მაქვს პროჟექტორები წითელი და ვერ გავიგე აქ ხარ მეტყობა თორე. აი ეს კი სულ სხვა ფერი მაქვს და ეს მაგ ეს გახლავთ ჩემი ვარცხნილობა, მე ძალიან მომწონს აი აქ პატარა კოსები და მე ძალიან ხშირად მაქვს ასე, ხო და ოდნავ დავიტალღე თმები და ვფიქრობ, რომ კარგად ხარ, როგორ ფიქრობთ? უი, მაკიაჟის დასაფიქსირებელი დაგვავიწყდა. წავედით, გავიკეთოთ. აგების ფილიალში ზეიმი დაიწყო. აგერ ვარ სცენა აქვია, გამოვედი ჰაერზე, ჯერ ჩემი შესვლა არ არის, ვთამაშობ იზიდას ქურდს და იმედი მაქვს, რომ ვინმე გადაიღებს. იმედი კი არ დაიღებენ კაცო, მაგის მეტი რა არის, მაგრამ აი ესე რომ ის კადრი უცებ მე მომაწოდონ და რაღაცნაირად დაგიდო და გაგიზიაროთ ჩემი იზიდას პერსონაჟი, რომელიც ბევრჯერ მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველა თამაშის დროს სულ რაცა სხვადასხვა ფერებია ხოლმე იზიდაში, რაც ძალიან ბუნებრივია და აუცილებელია. ხო და როგორ მოგწონებთ?
უფრო ბევრი მაკიაჟი მადევს ხოლმე იზიდაზე, მაგრამ აქედან მე სამსახურში გავდივარ და მოკლედ. ხო და ეს არის უკანა მხარე ეზოსი. კიდევ იქ მხარე არის და არის კიდე წინა მხარე. ეს არის ბაგების ფილიალი. როგორც საყვარელის. კიდევ არის ბაგების ფილიალი. გიჟდები. ჩვენ ბავშვობას მახსენებს ჩვენთან სოფელში ძალიან ადრე იყო სხვათა შორის მსგავსი და რაღაცა ძალიან სენსიტიურია ესეთი რაღაცების მიმართ და გიჟდები კიდევ აი ამებზე და სხვათა შორის სოფლისთვის მინდა რომ ვიყიდო რამდენიმე და დავკიდო აი ჩემს თვალს იმდენად მოსწონს მსგავსი რაღაცები სამი კი არა კაი ბევრი მინდა იმ ხელა ტერიტორიები გვაქვს ხო და მსგავსი რაღაცები აუცილებლად მინდა რომ შევიძინოთ და წავიღოთ სოფელში მიყვარს ნაკლები შეფერილები არის ჯერ ახლა დაიწყო ზეიმი რა თქმა უნდა მე როცა თავად ვარ ამ პროცესში ჩართული გულისხმობ ზეიმების კეთებას აქ რა მინდა გაგანიერ სცენაზე ვდგავარ მაგრამ ახლა უბრალოდ მონაწილეობ ამიტომ გამოვეცა რომ ფეხებში არ მოვედო პედაგოგებს თან ცოტა ვიჭორაო რომ დაგენახოთ თქო შანსი არ გავუშვი ხელიდან ხო და ცოტაში შევალ ყველა მხრიდან სახლი გვაქვს იზიდას სამკაულები კურსი კონციალა მიკეთი არ ვიცი ჩანს თუ არა ამაში ალბათ არ გამოჩნდება მაგრამ მაინც ხელება მიმდინარეობს კულისებში როგორ მომიწონს მსგავსი რა მარიკოსთვის სოფელში რომ გავუკეთოთ ძალიან საყვარელია დაგენახოთ რამაც ლა იზიდაში და არა გვანცაში შევიდეთ და ნახოთ რა შვებიან არ მოვიდეთ ჩემი დრო ჯერად რომ ჩემი დროა მაგრამ მიყვარს სასრიალოები ბაგებში როგორ მღეროდნენ ხო გოგოები როგორ აკეთებდნენ დედიკო ხელებს და თავს თავი ეგრე ხელებს როგორ შევოდნენ აჰა ესე ინაზებოდნენ ეგრე ხელებს დაბლაშვებოდნენ თუ მაღლად ეკი არ მიყურებია მე ხო კიდე რომელი მოგეწონა აჰა კიდე რომელი მოგეწონა დედი ეგ ხო ვიცი დე რომ ეგ მოგეწონა კიდე რომელი სიმღერა მოგეწონა აჰა ხო არა უშავს დედი გაგახსენდება დედიკო ის რომ დედიკო როგორ მღეროდა მარიამ დედიკო როგორ მღეროდა დე როგორ აკეთებდა თით ვაიმე ცუდა თუ არ ყოჭაღ დედა მოგეწონა თუ ბავშვები რომ ყველა ერთად მოგეწონა დედიკო და ბავშვები ხო დედიკო რა თქმა უნდა ცუდად დილამშვიდობის მოგესალმებით ქარიანი თბილისიდან მე და ჩემი გოგო ტრადიციულად რა თქმა უნდა სულ მე და ჩემი გოგო როგორ ახართ ხალხი რა ვიცი მე როგორ ვარ ვერ გეტყვი დილივიდი ვერ ღამებობდი ჩემი ცხოვრება როგორი გახდა როგორ ვთქვა მარტო შაბათ-კვირა ვცხოვრობ მე მგონი არ ვიცი ვერ გეტყვი ხუმრობა იქით იყოს და უკვე ვატყობ ნელ-ნელა მომეცდე რომ ნუ მივეჩვიე ხო აი ცოტა მიკლია უკვე სრულყოფილ ხო და მიჩვევამდე რომ ნუ ეს რეჟიმი უკვე რაღაცა ნელ-ნელა შენიარა ნუ შენიარ არის მაგრამ რა სისავარი დედა რა ქარია ხალხო ჯერ მხოლოდ კაბი წამოვიყვანე ბავშვი გარეთ გამოვედი და რომ ნახე რომ ქარბუქი იყო შეფაფრონეო კაკაო
სვადები კი რა ხდება ის კი არა ლამის მეც მოვიცვი რამე გუშინ ისე შემცივდა ხო ისე შემცივდა გუშინ მე რო შემაციებს ესე კი ახსასრული მოახლოვდა და ხით როგორი ქარია მე რო შემცივდება აი მართლა უკვე ესე კი ძალიან ცუდად არის საქმე აი მე ვაიმე მაგრამ მე რაღაცებზე გამოვიდა გავთდი თორე ისე მაცახსახებდა ხო კაცკაცები იმკობინა ესეთი ამბები მოკლედ დილის ჭორა ალბათ აჩუტი ჩაბარებულია წავიდეთ რიგით მეორე დღე და წავიდეთ ბაგებში რეპეტიციაზე ხვალ არ იყო ღონისძიება დღეს რა თქმა უნდა გავიარო რეპეტიცია საკუთარი თავისათვის ბავშვებისათვის და ყველაფრისათვის მუსიკისათვის და ყველაფრისათვის საჭიროა ზოგადად ესე გავლა და ერთხელ გავიარე მორჩა არ ყოფნის ამბებს ხსენებად ველოდებით ტაქს ნახოთ რამდენ ხანში მოგწადება წესვით სამწეში ნახე უკაში ხო იცით როგორი ხა ის არის აქ ფარი და ვაჟაზე ხო საერთოდ კარბუ აი რაღაცნაირი მტვრიანია მოდი ჩემ ტექსტს ხوار მოვიდა 0.80 ეგარი ჰაი დილამშვიდობის მეგობრებო როგორ ხართ ჩვენ ვართ კარგად არა გვიშავს ყოველ შემთხვევაში გუშინ ესე კი ის მოვაწყეთ რა ქვია საყოველთაო ხინკლის დღე გუშინ მამაც სახლში იყო ამიტომ კობაც მოვიდა და რაც ხინკლის დღე მოვაწყეთ უბრალოდ გადაღებამდე არ მივსულვართ ერთი წუთი დოდიკო გავიარო მანქანებმა გუშინ ისე გამოვიდა რომ მთელი დღე საერთოდ არაფერი არ მქონდა ნაჭამი ვერც მოვახერხე მე არ ვიცი რატო არ მინდოდა ჭამა ახლა მე უკვე ვიგრძენი რომ მომშვიდა რა თქმა უნდა ეს სახელსაკერო დავიცარი მაშინ გავანალიზე რომ ვიდე და მეთქი მშია ხო და გამოვიარე ვიყიდე ხორცი უცებ გამოვატარე ხახვი და წანილი დავჭერი მე ყოველთვის ვანჭე უპირატესობას დაჭრილს მაინც და მაინც არ მიყვარს გამოტარებული მივირთმე მაგრამ მირჩევნია რომ დავჭრა თორე იმასაც მივირთმე მაგრამ მე თუ ვაკეთებ მაშინ მირჩევნია დავჭრა ეხლა თუ მეზარება მეჩქარება ნუ ხო მაგრამ წონის მაინც არ ვატარებ ან არის ხოლმე შემთხვევა რომ ნაწილს ვატარებ ნაწილს ვჭრი ხო და ისეთი გემრიელი იყო ხალხო ვაიმე ეს ჩემი ქმარი დიდად რო გითხოთ ხა ხინკალზე და როგორ გიждდება არა ხო და ამერე აიტი ხიცები რა არის და არ გიყვან რა მოიგონე დედა ეს ისე დიზე და ეგრევე და მეკუჭება საყვარელო მოდი ერთი დაინახე რა ლამაზე რა ლამაზი ხარ მოდი ჩემი ბაჭაჭა ცება აღმოვაჩინე რომ ყელი მტკივა სასწაულად ანუ ხმა შემეცვალა ყელი ხმის სიოგები მტკივა თითქოს და გაგანია სიცხეში უფრო მეტად ვცივდებით ხოლმე უფრო მეტად კი არ ვცივდებით ყელი დამეჭიმა უბრალოდ და მე გადამდის ხოლმე როგორც წესი გრიპში და სიცხეში და რა ვიცი ხო და მივაწყორ მივიყარო ტონა წამალი სწორს არ არის მოწოლის დრო არ არის რა მაგის თქმა მინდა ვერ არის თვალ პროდუქტიული ვიდეო იმიტომ რომ ძალიან ისეთ ბატონი არა საყვარელო არ გაქვს რომ ის არის ეს ორი დღე ძალიან გადარბენა მქონდა და ამიტომ უბრალოდ დაგენახეთ ცოცხალი რო იცოდეთ სასწაული ასაკი აქვთ ისე სასწაული რატო დავბრუნდი ოჯახსა შინა ვაიმე რადგან 99% ივლისში აღარ ვიმუშავებ და აღარც აგვისტოში მithumetet რაღა მინდა ამიტომ გამიხარდა ის ამბავი რომ YouTube-ს ჩავუჯდები ასე რომ ვთქვათ
იმიტომ რომ მინდა რომ აი ეს საფხული გამოვიყენო იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ჩავდო YouTube-ში. შესაბამისად პირველი პრეცედენტია მგონი რომ რაღაცა ესე 2 დღე ვერ გამოვჭდი თუ რაღაც დღე ნახევარი. მომიტევეთ, ცოტა გადატვირთული პერიოდი მქონდა ეს დღეები, მაგრამ თქვენი გვანცა ისევ დაგიბრუნდებათ, რა თქმა უნდა, არა. ну პირველში გავალ რაღაცა საქმეებია და ვაიმე დედა ეს გეხოწებს არ შეიმჩნიო, თუცებ გადავიცვი და აი ეს არის რა ქვია. რაღაცას ვამბობდი. ხო. პირველში გავალ რაღაცა საქმეა და მერე მოკლედ და სვიტანია რო იტყვიან, დოდონა რო იტყვის ხოლმე. გავალ შვებულებაში რადგან ჩემი ჯგუფიდან ბავშვები არჩებიან ბევრი გოგოებო, ამიტომ ანუ ამდენი კადრი რა თუნდაც კერძო ის ხო არ არის. ხო და ამიტომ არჩებიან ზაფხულში ბევრი და რა თქმა უნდა როგორც ხდება ყველგან. ეს არის ჩემი მეორე ჭიქა ყავა, დილით დავლი ეყავა. ახლა არის 8 საათი. რა თქმა უნდა საღამო. მე აღმოჩნდა რომ საჭმელი არ მიჭამია. და ვერ ვხვდები რატო არ მიშიოდა საერთოდ. და დაახლოებით 5 წუთის წინ მივირთვი საზამთრო. ახლა დავждები და კარგად მოვილხენ. ოღონდ რა თქმა უნდა 1000-1100 კალორიაზე მეც არ ვიღებ მაინც. ხო და ასე რომ ივლისში გველოდება სოფლის ვლოგები. გველოდება ხანდახან ლაივებიც, გველოდება ხშირი ვიდეოებიც და ასე შემდეგ. ვაიმე ეს კაკადუს რო გავარ არ შემიძლიეთ მე. შეყოლეთ განავს. მარიკო მანანა ბებოსთან არის. ბიძა ჩემი იყო ბავშვი მომინატრე კაცოო და მე ვთხარი აგერ ბატონო და აიყვანა მათანა ბებოსაც სინატრე. სივარ ვუყურებ არეულ სახს და ვფიქრობ ვინაურია რატო მაირია არა ძალიან კი არ არის არეული, მაგრამ ხო იცი ჩემი ციკები რაღაცა როდებს ზემოდან გული მიწუხს. ახლა ცოტა აზრზე მოვალ. მე ჭუბა საერთოდ მე აზრზე მოვიდა დღეს ისე ვარ, მაგრამ ანუ აი საქმის აზრზე მოვალ და მასვის არა ქვია, ცოტა მოვითელები და უცებ მივცხებ სახს მივალაგებ. ეს ვლოგი დაიდება ალბათ ხვალ დილითვე, ეგრევე დავდებ. იმიტომ რომ ძალიან რაღაცა მივჩუნდი საქმეებიდან გამომდინარე. ხო და ესე მართალია ივლისში ფიქრობდი შევა მემუშავა, ფიქრობდი კერძო და მემუშავა და სხვა გეგმები მქონდა და მაგრამ ბავშვები არჩებიან და ახლა ხო და მაგრამ არა უშავს ახლა ამ ერთი თვის იმას არაფერი პრობლემა არ არის, არა უშავს. სამაგიეროდ დავიცინებ. იმიტომ რომ სექტემბრიდან რო დავიწყებ. ასე გემრიელად იქით ზაფხულამდე ვეღარ დავიცინებ. აი ესე გადამოდ. მაგრამ ხალხო ძალიან რაღაცა შეშუპებული ვჩანვარ თუ რაღაცა გასიებული თუ რაღაცა ვჩანვარ არ ვიცი. მე მგონი მეძინება თქვენ რა სიტყვით. წავალ იმისათვის დროს გამოვნახავ რომ წავალ კბილი დავიპლომბო კაცო. ვერ მივახწე იქამდე. მივალ კბილს დავიპლომბო. სიმართლე გითხრათ რომ ცუდნოდა რომ მე ივლისში აღარ უნდა იმას მექნა. მე მუშავა. აი ახლა შილაკს აღარ გავიკეთებდი და გავიკეთებდი ბარემ წასვლის წინ. მე რას ვიზავთ. აი მე ჩემი ნუნოს პატრონი არ ყავს, წყალში მქონდა ხელები და ხო და ესეთი ამბები ჩემო გოგოებო. აი ფაქტობრივად
აი ეს 2 დღე სუიცი და იგივეა, აი რო გითხრათ რა, რუტინული. ძირით ჰოპ გავარძნა, მერე ჰოპ მოვარდნა აეგრე. აი მე რა დამემართა კითხვა. ხალხო გავარ ველოდები მარშრუტკას, ბავშვი აკიდებული, ძინავს, სამსახურიდან დაღლილი დღეს. ნუ აი გადამწვარი ვდგავარ ისე, რომ ფეხზე ვერ ვდგავარ. ველოდებით მოვა მარშრუტკა მოაღწია. უკვე ვფიქრობთ ავიდეთ მარშრუტკაში და არაო მეო არ მივდივარ მარშრუტკა ყავს გაბუჭებული გარაჟში მივდივარ. მეორე როდის მოვა ნეტამ მოთხარითი აპლიკაცია ნახეთ იქ ხალხს ვეკითხე გაგიჟდა ეს ხალხი ჯერ ახალი წასული იყო ან ხო ხვდებით იმ ხელაუბნებს კრუგს რომ მოარტყავდა და ივლიდა და გავთვალეთ რომ 35 წუთი ვეღარ მოვიდოდა საცობი წამოვედი მე ვაგზლიდან მეთქი всё ნაძალადევით უნდა წავიდე მეტრო და ტაქსით ამოვირბენდი დაძინებული ბავშვით 1 წუთით არ უნდა მეტროდან აქამდე ხოდა ჩავედი უკან ჩავბრუნდი ვაგზლის მეტროში და ჩემი მეზობელი შემხვდა და ვაიმე მოთხარი ტყუნად ნუ ახვალ მეთქი ჯერ არ მოდის მარშრუტკა ძალიან გვიან მოდის და წავედი მოთხარ ბარე მეტროთი გავირბინო და არა გოგო მაღლა მანქანა ყავს დაყენებულიო ხოდა წამოდიო ბარე მაგიყოლებ მე შენ გაიხარე მე ვთქვი ნეტა ცოტა მაღლა დამენახე მეთქი მოკლედ იმას ვქენით რა ქვია ბარე კაი ხანი მოგვიწია თქომა ძალიან დიდხანს ჰაი ხალხო რისთვის ავარ ახლა შემოსული აბა შევიფასეთ ის ანარიადი და პრიშო როგორ გამოვიყურებ მადლობა მიხდება ხო ის აშილაკი დავიბიძი ხო ახლა რისთვის ავარ შემოსული ის არის ესე იგი რა მინდოდა მეთქვა ხალხო საქართველო ხო თავზე ყვა გადალეწილი მოგიხსენებათ ხო აღლა მეტყობა გადალეწილი ვარ და ყველას გვეტყობა უკვე აღარ არის საქართველოს დარჩენილია სულ დანარჩენები იმიგრაციაში ისე იმიტომ რომ თქვენი ჩაუხრებული ქვეყანა არ ჩინონ არა ქარხანა არა ფაბრიკა არაფერი გახსნან ორ რაღაცას დაასაქმებენ თავისებ და დანარჩენება ისა რა ქვია ვილოკოთ 10 მადლობა ხო თითები მაიჩაკვაკ დედა რამდენი თითი ქონია რისაც შემოსული ამდენი რაღაცა ხდება ხო და რა მეც დაწერდა კომენტარებში ახლა რა წუხილია ერს ეხლა ნახეთ ხო თავკა გაყოფილი იმაში ახლა ბაწარზე კიდივა და ვკანავ და ერს რა ადანდებს ახლა გუში დაკლებული იყავი დღეს მე ჩვენები მომატებული ხარ ხო კარგად ახარ 8 კითხვის ნიშანი ერთზე ხო პასუხს ვერ გამცემთ და 8 უნდა დაწერო ვიღაცას აქორწილის ვიდეო უდო და მე რას საკავს ეს პატარძალი ბოდიში რო არ დაკპატიჟეს ხო დაწერენ გაგლაცხავენ გაგათახილებენ მე აი ბუყაც უდი სიტყვები და წამომწდა და ის ბოდიშის მოხდა ხო რაღაც არის და არიქა მეზობლის რძალი ადგა დედამთიზე 10 წუთით გვია და ღმერთო ეკრევე უნდა ჩაფრინდნენ ხახაში ამოაცალ გლაც და გადაუგდო კატებს ხო მეტი სათარტებელი არა გაქვს ისაკ კინო ხო ამოიჭამეს ამოჭულია უკვე ხალი რო დედა გათხოვილა გათხოვდი და ვიტა კიჩალა ღმერთო მაღალო სოფიოში ისეთი ამბავია ხო კაცა მალე ვეღარ იპოვით აღდგომა და ხვალო ვეღარ იპოვით კაცა ჯერ ისედაც უკვე კაცების დეფიციტია და ვეღარ იპოვით ხალხო ვისაც ჩარვალია კაის კი არა კაცი და ყველა საკალი კი არა აინტერესებს ხო ახლა ეგა კიდე სხვა ამბავია და სხვა თემაა და ყველას თავისი გზით გაუმარჯოს და ყველა ვაფშე თავის ცხოვრება აქვს მაგრამ იზე რო თქვათ დაეწაფეთ მალე კაცები არ იქნებიან ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე ისა რო გავაღებ ხო ეგრივი საიდან გროდებით ანა მე ჩემაკი არ დადის საიდან გროდებით ასე უცებ როგორ დაჯგუფება უნდა შემოფრინდე და მიდი დაგა ლანძღვა ხალხო მე კი არაფერს არ დამაკლებთ არა ქვეყანა გიმეურებ თავზე დაგვემხო დამხობილები ვართ იატაკზე დაწოლილები ვყრივართ всё იზე მოვა ზამთარ რო ფეხზე ვერ ავდგებით არ მეტი სადარდებელი არა გაქვთ არ იმაზე ვიფიქროთ რომ აბა ხელფასები ნაკლებია და გავიდეთ აქცია მოვაწყოთ აბა იქა დენმა მოიმატა გავიდეთ აქცია მოვაწყოთ იქა არ ეკლებს ხილის ფასი გავიდეთ აქცია მოვაწყოთ არა იმაზე დარდოთ მარჯვენა წარბი ბატონმა სუსტი რა სუსტი არა დაგჭა გოგო
წვრილი, ხო რა მნიშვნელობა ხო მიხვდით ახლა დედა აზრს, ხო? აბა გაბედო ნორმალურ ქვეყანაში, საბერძნეთი ხო იცით სადა აკროპოლისი როა. და ერთი ცედი მოაბატონ რამეზე. გამოჩნდებია ყველა აღმართებიდან. და ანგრევენ ქალაქს. ვინმე გაბედოს ერთი ცენტის რამეზე მომატება, ხო? როცა ვიცით რომ ეს სახლის დამთავრებული ამბავია. ჩვენა არა. აჯუდა მერე რა, უნდა შევეგუოთ, არ არის პრობლემა. და გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს. ერთი არ მოკიდები ხარ. როდემდე მოვეკიდოთ. ხომ კი არ მოვეკიდოთ, კი დავეკიდეთ. რავი, რა მაცინებს, მაგრამ ვერ ამარ კარგად. ისეც მაგ, ჩოლკა. ისეც მაგ, მისის მატომაჩუკა ბეჭი. მიხდება. ავისხი რა, გარეთ ჩემი მეზობელი დგას და მინდა რომ ბოღმისაგან აი გასკდეს და დაიშალოს ნაწილებად. რომ დავჯდე, მაგრამ ვიცი. გოგო, შენი მივითვისა. არა, ბურთი რომ დაიბადები, ხო არ გეშველება არა. რა მიზმიშლის, მაგრამ რა ვიცი, ნერვები მეშლებ.